წავე კრიტიკა და ურთიერთბრალდებები პლენარულ სხდომაზე. პოლიტიკური განცხადებების ფორმატში ერთმანეთს ქართული ოცნების და პარტია საქართველოსთვის წევრები დაუპირისპირდნენ. მიზეზი ნაციონალურ მოძრაობასთან და მასთან კავშირში მყოფი პირების შესახებ გაკეთებული განცხადებები იყო. პოლიტიკური დებატებისას დისკუსიის საგანი იყო ევროკომისიის კრიტიკული დასკვნა და ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემებიც. დღეს თქვენ სხვებს ეძახით ნაცებს, მაგრამ საკუთარ რიგებში არც მეტი არც ნაკლები თბილისის მერად უკვე მესამე ვადით ყავთ ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის ამ უსასტიკეს სისხლიან ოპერაციას არ გაემიჯნა და კვლავ რჩებოდა სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ერთგულ მხარდამჭერად. ასევე საკუთარ რიგებში ასევე არც მეტი არც ნაკლები ყავთ განათლების მინისტრი, რომელიც იმ დროის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სასჯელ აღსრულების სისტემის პირველი პირის მოადგილე და მისი მარჯვენა ხელი იყო და თუ ის ფიქრობს, რომ შვებულებაში ყოფნის გამო ციხის ბუნტზე და ზოგადად ყველაფერი იმაზე, რაც ხდებოდა ნაციონალების დროს სასჯელ აღსრულების სისტემაში პასუხისმგებლობას გაექცევა, ნამდვილად მინდა უთხრა, რომ ცდება. იმდეს რო გააკეთებთ ქვეყნისთვის, ან იმის მეათეც რო გააკეთებთ, რაც გივი მიქანაძეს აქვს გაკეთებული, მერე გიქნებათ უფლება, რომ ბატონი გივი გააკრიტიკოთ, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ნაციონალური მოძრაობის ნარატივში ზიხართ ერთ-ერთში და იგივენაირად იტყუებით, რომ რაღაცა ლეგენდებს რო იგონებდნენ ადეიშვილის მოადგილე და ასე შემდეგ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდ პოლიტიკაში, ეს მიტინგი არ არის, რომ სიტყვები რაღაცა აქეთ-იქით ისროლოთ და შემდეგ პასუხი არ მიიღოთ. აქ ყველანი ვაგებთ ჩვენ სიტყვაზე პასუხს. 34-ჯერ ნაკლებია პენსიონერის პენსია დეპუტატის ხელფასზე. მაშინ როცა თქვენი ფავორიტი ორბანის უნგრეთში ეს დაახლოებით 7-ჯერ ნაკლებია. პოსტსაბჭოთა პოლონეთში 3.5-ჯერ ნაკლებია მხოლოდ. თავს იწონებთ თქვენ, რომ დასავლეთს ჩვენი შურს. თქვენ ვერ იპოვეთ ბიუჯეტში ფული პენსიის ღირსეულის ზრდისთვის. დღეს ქვეყანაში არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ემსახურება ხალხის კეთილდღეობას და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ოცნებისთვის ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ოცნების მიერ დაწყებული რეორგანიზაციებით ქვეყანაში 800-მდე ოჯახის წევრი დატოვეთ უმუშევარი. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გამოხატეს განსხვავებული აზრი ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. თუ ოცნების წარმომადგენლებს მართლა გსურთ იბრძოლოთ კორუფციის წინააღმდეგ, ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, მხარს დაგიჭერთ, სწორ და ეფექტიან მეთოდებს შემოგთავაზებთ კორუფციის საპრევენციოდ. ჯერჯერობით მხოლოდ იმას ვხედავთ, როგორ მალავთ ასობით მილიონი ლარის გათეთრების საქმეზე კორუფციულ კვალს და ვხედავთ, როგორ ებრძვის კალაძე კობახიძის დაჯგუფება მასწავლებლებში კორუფციას. ჩვენ ახლა გვაქვს პერფორმანსი ფარისევლობისა, ამას სხვას ვერაფერს ვერ დაარქმევთ. და რატო არის ეს ფარისევლობა? იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არის. უბრალოდ ამაზე გველაპარაკება ხალხი, რომელმა პოლიტიკურმა გუნდმაც, რომლებიც ახლა არიან, თავისი ლიდერის თამადობით საქართველო ყველაზე უფრო ძიმე მომენტში მიატოვა უღალატა. უღალატა რატომ? იმიტომ, რომ გადარჩენილი იყო ნაციონალური მოძრაობა და ეს დავალება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩისგან. ხელისუფლება უნდა ჩამოშლილიყო. ეხლა რომ გველაპარაკებიან, აქ ის ჯობია, ეს ჯობია, ეს უკეთესია, დიდი პენსია უკეთესია, დიდი შემოსავალი უკეთესია, არ გაქცეულიყო და გაეკეთებინა. მაგრამ პასუხისმგებლობის ამღები არ არის. დღესაც გაქცეულია და შეგატოვათ აქ პასუხისმგებლობის ამღები არ არის. ჩვენ აქ ვიხილეთ აბსოლუტურად უტიფარი და უსირცხვილო განცხადებები. თქვენ საჯარო სამსახურში რეპრესიები ეთყობა არ იცით რა არის. და ჩვენ ვინც სააკაშვილის დროს ვიყავით საჯარო სამსახურში ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად ნახირივით ნაციონალურ მოძრაობის მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა ოჯახის წევრებს. და დღეს აქ ბედავთ და აქ რომელიმე ჩვენგანს ნაციონალს უწოდებთ იმის გამო, რომ ნაციონალურ მოძრაობის ქვეყანაში უნდა არსებობდეს ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტების მარაგები და უნდა იყოს ყველა რისკი გადაზღვეული. იმიტომ რომ პაციენტები და მათი მშობლები ესეთ მდგომარეობაში აღარ აღმოჩნდნენ. თუმცა ინსულინის დეფიციტის საკითხი ეს არის ერთ-ერთი იმ ფართო სისტემური პრობლემებისა, რომელიც დღეს ქვეყანაში დგას. ძალიან მნიშვნელოვანია შესწავლილ იქნას
მედიკამენტების იმპორტის სტრუქტურა, სახელმწიფო ტენდერები, სატარიფო პოლიტიკა, რეალურად ვინ ადგენს ამ ტარიფებს და რეალურად ვინ არის პოლიტიკის განსაზღვრელი. გამოაცხადეთ სისტემური კორუფციის და მონოპოლიის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა. სახელმწიფო პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი შვილების ინსულინით უზრუნველყოფას, არაფერი არ ემუქრებოდა და არც ემუქრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ 2013 წელს დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვა. სამწუხაროა ძალიან, რომ ჩვენი კოლეგა ოპოზიციური ფლანგიდან არასწორად манипуლირებს სიტყვებით და ციფრებით და კიდევ ერთხელ უნდა ისევე როგორც ოპოზიციური მედია შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი მოსახლეობა. ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში აზიანებენ და ცდილობენ რომ ჩამოშალონ ქვეყნის ეკონომიკა. დავიწყოთ არეულობების და დესტაბილიზაციის პოლიტიკით. ოპოზიციის მუდმივი არეულობები ქუჩებში პირდაპირ აისახება ქვეყნის იმიჯზე და მათი გათვლებით უნდა აისახოს როგორც ჩვენ საინვესტიციო რეიტინგებზე, ასევე აღქმებზე. თითეული გარეთ მოწყობილი უმსგავსო და ყველა მავნებლობის ჩათვლით მიტინგი თუ აქცია, სწორედ რომ გარეთ უცხოელი ინვესტორების თუ ტურისტებისთვის უნდა იყოს წითელი ნიშანი, რომ არ ჩამოვიდნენ საქართველოში. ევროპელების არაევროპული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აკნინებს ევროპელების რეპუტაციას ქართველების თვალში და ეს არ არის, რა თქმა უნდა, კარგი მოვლენა. ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც ემყარება რეალურ ღირებულებებს და არა იმ ღირებულებებს, რომლის ქადაგებასაც ამჟამინდელი ევრობიუროკრატები ქადაგებენ. მინდა მოუწოდოთ თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ დაუჯერონ და არ დაუჯეროთ ოცნების იმ აგრესიულ პროპაგანდას, რომელიც ცდილობს წარმოადგინოს ჩვენი ევროპელი პარტნიორები მტრებად. დღეს ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ძლიერი სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. თქვენ მიზანმიმართულად ტოვებთ ქვეყანას იზოლაციაში და თქვენი რეალური მიზანი არა ქართული ხალხის ევროპული ინტერესის დაცვა, არამედ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოთ ძალაუფლება. ევროპული ბიუროკრატია უკვე ბარონ მიუნჰაუზენის პროტოტიპად იქცა. ძალიან უხერხულია, როდესაც გქვია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი და სიცრუეზე დაფუძნებული პროტესტისკენ მოუწოდებ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის შიდა საქმეებშიც წესით არ უნდა ერეოდე. ამის შემდეგ კი არც კი გმობ ძალადობას და ადმინისტრაციულ შენობებზე შტურმს.